ჩვენ ვისაუბრებთ დოპინგის თემაზე. ბატონ პავლე კასრაძესთან. ბატონ პავლე კასრაძე არის მედიცინის დოქტორი და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე. ბატონ პავლე, მოდით გავშალოთ ეს თემა. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში და როგორ ტარდება ტესტირება? მოგესალმებით. საერთოდ ინტერესი გამოიჩინეთ ამ მართულებით, ვიტუმეტეს თქვენი ფედერაცია, ბოდიბილდინგის ფედერაცია, ერთ-ერთი ფედერაცია, რომელიც მოითხოვს ძალის მიერ სახეობას და აქედან გამომდინარე ძალის მიერ კონტექსტთან დაკავშირებული და მისი მიხედვით არის და აქედან გამომდინარე რისკები მაღალია იმისა, რომ ამაში დოპინგი გამოიწვევს, მაგრამ მე ხა ეს ხოთ ჩვენთვის ასე მომნოა, რომ თქვენ დაინტერესდით ამ მიმართულებით და ჩემი თქვენი კითხვაზე მინდა რომ გითხრათ, აი რომ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ მიმართულებით. ჩვენ დიდი ხანია დავაბრუნდეთ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო, რომელიც სოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენელია საქართველოში. ის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ჩვენ გვაქვს ეს უფლება, რომ საქართველოში ვაწარმოოთ ანტიდოპინგური ეს არის ვადა, არა? ვადა. ესე ქართულად ვადა არის ინგლისური აბრევიატურა World Anti-Doping Agency. ქართულად სოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო. მისი შტაბ-ბინა არის მოლეალში და რეგიონალური ოფისები არის ყველა კონტინენტზე, მათ შორის ევროპის არის ლოზანაში. ჩვენი ერთ-ერთი ოფისი არის აღმოსავლეთ ევროპისისა, სხვა შორის ჩვენ თბილისში გვქონდა და აქედან მომდინარე ჩვენ საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს. ახლა მოგვანდეს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური ორგანიზაციის შტაბ-ბინა და ხელმძღვანელობა. ახლა დღესდღეობით ამ მდგომარეობაც არის, მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან დიდი ესე ვთქვათ, ჩავარდა იმ მიმართულებით, რომ კანონმდებლობის მხრივ, კი, რა თქმა უნდა, საქართველო მიერთებულია, საქართველო როგორც სახელმწიფო 2003 წელს მოაწერა პირველად ხელმოწერა მოხდა კოპენჰაგენში, სადაც მიიღეს სოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი და ხელმოწერები საქართველოს ერთ-ერთი პირველი იყო, უпростоრად როცა მიიღეს იმ წლიდანვე 2004-ში მოხდა საქართველოს პარლამენტში ამ სოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის რატიფიცირება, ანუ ის არის ორგანული კანონი უკვე საქართველოსთვისაც. შემდეგ ეს იყო ევროსაბჭოს მართლა შემდეგ როცა გავრცელდა ეს მომენტები და სხვა ქვეყნებზე მარტო ევროსაბჭოში, რა თქმა უნდა, ანტიდოპინგური მოძრაობა ვერ შემოიფარგლებოდა და მთელ სოფლიოზე უნდა გავრცელებულიყო და აქედან გამომდინარე მოინახა ფორმა მთელი სოფლიოს მოცვისა, ეს იყო უკვე იუნესკოს ეგიდით მოხდა კონვენციის მიღება და სადაც უკვე მთელი სოფლიოს ქვეყნები შეუერთდნენ ამას. ეს მოხდა სადღაც 2000 ჩვენთან, როგორც ჩვენ ცოტა მოგვიანებით მივიღეთ და 2009 წელს ასევე ჩვენ საქართველო მიუერთდა პრეზიდენტის ბრძანებით მიუერთდა ამ იუნესკოს კონვენციასაც. აქედან ჩვენ გავხდით უკვე ხელმომწერები ქვეყანა და ჩვენ აღიარეთ ანტიდოპინგური კოდექსი ქვეყანამ, თუმცა თვითონ შიგნით ქვეყანაში რეგულაცია ამ საკითხისა არ იყო. კი, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობა ჩვენი საქმიანობას გვიადვილებდა ის, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა იყო მიღებული და მათი მეშვეობით ვაწარმოებთ საქმიანობას, მაგრამ განვითარების ეტაპზე, სხვა განვითარების ეტაპზე დადგა საკითხი, რომ ყველა ქვეყანას უნდა ქონოდა თავისი ქვეყნის ანტიდოპინგური რაღაც კანონმდებლობის მაგვარი თუნდაც. ჩვენთან იყო საკმაოდ რთული თემა ის, რომ აქ მოითხოვდა არსებობდა საქართველოს კანონი სპორტის შესახებ, რომელიც იყო გამოცემული 1996 წელს და მოგახსენოთ, რომ იმ პერიოდში
საერთოდ არ იყო შექმნილი სამსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო შეიქმნა 1999 წელს, ანუ 3 წლის შემდეგ ამ კანონის მიღებიდან. აქედან მომდინარე იქ სრულად ვერ აისახებოდა, ხოლო კოდექსი როგორც მოგახსენეთ 2003 წელს შეიქმნა საერთოდ. აქედან მომდინარე 96 წლის განმავლობაში ვერ იქნებოდა სრული სახით მოცემული კანონმდებლობის ის ელემენტები, რომელიც საჭირო იყო იმ რეგულაციისთვის, რასაც ქვეყანაში იყო საჭირო, ამიტომ ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მრავალი წლები მიდან ვთქვათ, ეხლა არ მინდა დაწუნდებით ამ თემაზე გავხდე, მაგრამ აი სულ ბოლოს ეხლა შარშან წინ იყო უკვე შარშანი პროფესორად რატაკი უკვე გაიტანეს და მიიღეს იმის არ მთელი კანონის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა და მასთან დაკავშირებით, ამიტომ შევიდა ცვლილებები არსებულ კანონში, სადაც ჩაემატა მუხლები ანტიდოპინგის შესახებ და აქედან მომდინარე უკვე ჩვენ გვაქვს უკვე არა ვართ საკანონმდებლო ვაკუუმში არა ვართ, გვაქვს უკვე სპორტის კანონში ჩაწერილი ანუ ანტიდოპინგური საკითხები, რის მეშვეობითაც ჩვენ ვაწარმოებთ დღეს საქმიანობას უკვე ოფიციალურად ქართული კანონმდებლობით. ხო, აი შარშან როცა ჩვენ ჩავატარეთ ნატურალებში, ხო? საქართველოს სტანსი. თქვენ გახსოვდა მე მოვიყვანე ეს პრეზიდენტები თქვენ გამსინჯეთ, ხო? ეს და აღმოჩნდნენ სუფთა და აი თქვენ ახლა მითხარით აი რო ტექნოლოგია ამ ტესტერების. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე მინდა თქვენ ძალისხმევა აღვნიშნო პირველ რიგში, როგორი თქვენ მაშინაც კი, როდესაც არ იყო ესეთი მოთხოვნები, ესეთი მკაცრი მოთხოვნები თქვენს სახეობაში, მახსოვს ეს პერიოდი, მაშინაც კი ხოვდით რომ სუფთა ყოფილიყო ეს სპორტი და სუფთან და იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არის ორი მიმართულება, ერთი რომ თქვათ დოპინგთან დაკავშირებით მინდა მისი ძირითადი ფასეულობა გითხრათ და მე მესალმები რომ თქვენ ამას ვერთებით თქვენი ფედერაცია და სახელიც უკვე რომელიც დაარქვით ნატურალები, ესე იგი ცალკე ისე ნიშნავს რომ თქვენ თავისუფალი ხართ დოპინგისაგან თავისუფალი ხართ და აქედან გამომდინარე სწორედ ამიტომაც განსხვავებით დაირქვით ეს სახელი. ეს თხოვნა იყო კიდევ საერთაშორისო ფედერაციის. საერთაშორისო ფედერაცია თავისთავად ხდება, როცა საერთაშორისო ფედერაცია თვითონ იწყებს უკვე და ხელმომწერი ხდება ანტიდოპინგური კოდექსის, აქედან გამომდინარე მისი თანამდებარე ფედერაციები ყველა ქვეყანაში თავისთავად უკვე არიან ხელმომწერები ანტიდოპინგური კოდექსისა და უნდა შეასრულონ ის ნორმები და წესები, რომელიც არსებობს და ის შესაბამისობაშია იმ კანონმდებლობასთან, რაც ჩვენთან არსებობს. იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა ისევე როგორც ყველა ქვეყნის სხვა კანონმდებლობა გადის ჩვეულებრივად მსოფლიო ანტიდოპინგის კოდექსში, მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტოში გადის აუდიტს და აქედან გამომდინარე შემდეგ გვაძლევენ ისინი დასკვნას, რომ ჩვენ ეს შესაბამისობაში ვართ კოდექსთან. ასევე ფედერაციასთან შედარებით. თვითონ ჩატარების ტექნიკა, თვითონ ჩატარებას, ტესტირების ჩატარება, მინდა გითხრათ, რომ ისევე როგორც ყველა დანარჩენი სტანდარტი, რაც ანტიდოპინგს ეხება, ესეც არის საერთაშორისო სტანდარტის. ანუ მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ საქართველოში როგორც სტარდება ანტიდოპინგური ტესტირება, ზუსტად ისევე ტარდება ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში, იაპონიაში და ნებისმიერ ქვეყანაში. სტანდარტი არის ერთ და იგივე. თუ ეს სტანდარტს ხშირად ამოწევთ და მე მინდა გითხრათ, რომ მით უმეტეს როდესაც და ჩვენ ისე არის აწყობილი სისტემა ამ საერთაშორისო სტანდარტიზაციის ტესტირების, რომ პრაქტიკულად ვერ მოხერხდება, ვერანაირად ვერ მოხერხდება, რომ რაღაცა სხვანაირად გააკეთდეს. მით უმეტეს, როდესაც სპორტსმენებს ეწოდინებათ თავისი უფლებები. იმის გარდა, რომ მოვალეობები აქვს, რომელიც აი
თქვათ ითვალისწინებს რომ ტესტირებაში უნდა ჩააბარონ და გავიდე როცა მას მოთხოვენ ამას შესახებ, მათ არ აქვს უფლება უარი უთხრან ამ ტესტირებას თუ არა აქვს რაიმე ისეთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება ვერ ჩააბაროს, ყველაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს მიზეზი უნდა იყოს დადასტურებული და ისეთი, რომ მართლა არ აქვს საშუალება ამის ჩააბარებას. თუ არა და ყველა ვარიანტში უნდა მოხდეს ეს ისა. და აქედან გამომდინარე ეს არის მოვალეობა, ხო თქვათ. და მეორე არის უფლებები. სპორტსმენის ტესტირება ტარდება ჩვეულებრივად, როგორც მეუბნები შეტყობინების შემდეგ, როცა შეატყობინებს. არის ორი სახის ტესტირება, რომელიც ერთი არის შეჯიბრო, რომელიც ტარდება შეჯიბრებაზე და განსხვავება არის მათ შორის, რომელიც ტარდება შეჯიბრებაზე და თქვათ გამარჯვებული იქნება თუ მეორე თუ მესამე ადგილი თუ ეს უკვე არჩევანის საკითხია. ეს თავი განხილვის საკითხია. ვიღებთ ამ სპორტსმენებს ტესტირებაზე შეჯიბრების შემდეგ იქვე, შეჯიბრების დამთავრებისთანავე. ხოლო მეორე მხარე არის არასაშეჯიბრო ტესტირება, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება დოპინგ ოფიცერი დაადგეს სპორტსმენს, თუ ის მაღალი კლასის სპორტსმენია და ის თან არის ჩართული ტესტირების საერთაშორისო სიაში, ანუ საერთაშორისოში ან ეროვნულ სიაში და ჩართული და ანუ აქ ერთობა ხო, ნაკრების წევრები ესენი ან მაღალი შედეგების ვისაც აქვს, აი მათზე აქვს, ისინი ხვდებიან ამ ტესტირების სიაში. ანუ მინდა გითხრათ, რომ მეორე მხრივ შეიძლება ამას ჩემპიონთა სიას დავარქვათ. იმიტომ რომ იქ გამომდინარე იქიდან რომ ტესტირება არც ისე იაფისი ამოვნებაა, აქედან გამომდინარე ვცდილობთ რომ ეს ტესტირება იყოს უფრო მიზანმიმართული, უბრალოდ იმ ადამიანებისგან მიმართული, რომლებიც მაღალ შედეგებს აღწევენ, ან სწრაფი ზრდათ ძალიან, ან და სხვა რაღაცა კრიტერიუმებია, ჩვენ ახლა ამაზე შორს არ მინდა წავიდე მიმართულებით და თავისი ის აქვს ამას წესები, ამასაც და ვიყვანთ იმ ადამიანებს, სწორედ ამ ტესტირების სიაში. რა თქმა უნდა, სპორტსმენს აქვს უფლება 1 საათის განმავლობაში, თქვათ, წყალი დაალიოს, მოიმონა გაფრთხილების შემდეგ, როდესაც მას მეთვალყურე გააფრთხილებს, დოპინგო მეთვალყურე 1 საათის განმავლობაში, 1 საათი აქვს მხოლოდ ვადა, რომლის განმავლობაში შემდეგ უნდა მოხდეს ანტიდოპინგურ სადგურზე. ეს საშიჯიბროზე საერთო ტესტირებაზე გეუბნებით და აქედან გამომდინარე მას შეუძლია თან იახლოს თავისი წარმომადგენელი, უფლება აქვს აუცილებლად თავისი წარმომადგენელი, მწვრთნელი, ექიმი, ფედერაციის წარმომადგენელი, ვისაც თვითონ ჩართული საჭიროდ სპორტსმენი და ამასთან ერთად თუ არც ერთმა თქვათ არ იცის თქვათ ინგლისური ენა, შეუძლია თარჯიმანიც ან ისენა რომელიც უთიერთობენ თარჯიმანიც მოითხოვოს. დანარჩენი ზედმეტი ადამიანის ყოფნა იმაში ტესტირების დროს დოპინგ ოთახში არის დარღვევა. და ეს სრულდება, ჩვეულებრივი ამბავია და ტესტირებას თავის წესები აქვს, თავისი ისინი და ტარდება ზუსტად ისე, როგორც არის მისი მოთხოვნა. მაქსიმალურად უნდა ეცადონ სპორტსმენმა უნდა იცოდეს, რომ დოპინგ ოფიცერმა ნაკლებად უნდა შეეხოს იმ ტესტირების საგანს, ანუ ჭურჭელს, ან რაღაცას საერთოდ არ უნდა შეეხოს, მან უნდა მისცეს მხოლოდ მითითებები, როგორ უნდა გააკეთონ და ყველაფერი უნდა გააკეთოს თვითონ სპორტსმენმა, რომ მას შემდეგ არ დარჩეს საბესტინგობა, რომ აი რაღაც ფოკუსი გაუკეთა და იქ რაღაცა შეურია, რაღაცა იმას ეს არ დარჩეს ამის განცდა. ამიტომ ყოველთვის ესე კეთდება და აქედან გამომდინარე და თუ რაღაც ესეთი დარღვევა მოახდინა, აუცილებლად უნდა აღნიშნოს დოპინგ ფორმაში. უნდა ჩაწეროს. თუ არ ჩაწერა, ხელი მოაწერა მანდ და როგორც კი ხელს მოაწერს, იმის აღიარებს,
რომ ეს ტესტირება ჩატარდა ისე, როგორც წესი და რიგია და ის უერთდება ამას. შემდეგ უკვე რო იწყებენ აი რო იწყება ბრძოლის შემდეგ უშტების ქნევას არის გამოცხადის არ არის იურიდიულად ყოველ შემთხვევაში ვეღარ მტკიცდება ეს და აქედან გამომდინარე არის მაშება ეს ძალიან რთული დასამტკიცებელია მით უმეტეს რომ დოპინგ ტესტირება ისეთნაირად ტარდება რომ სულთად ყველგან ვიდეო გადაღებებიც არ არის დაშვებული. ტესტირების დროს ეს თემაა, რომელიც სენსიტიური თემაა და აქედან გამომდინარე ჯერ ერთი რომ არ შეიძლება მე ეს ტესტი მიდის უკვე გერმანიაში როგორც მეცი, ხო? იცით რა არა, ამ შემთხვევაში ხა ჩვენ მარტო გერმანიაში არ ვაგზავნებთ. მე ესეც მინდა გითხრა, ტესტი მიდის, მაშინ გავაგზავნებ ამ თემას, როგორ არის, წარმოიდგინეთ, რომ როდესაც სპორტსმენი თვითონ უკავს ამ მას მოუჭერს ორ ნაიმაში ორ ჭურჭელში, A და B ჭურჭელში გადაანაწილებს ბიოლოგიურ სიჩს, ხშირ შემთხვევაში ეს არის შარდი, უფრო ნაკლებად შემთხვევაში სისხლიც არის ხოლმე ბოდიბილდერებში სისხლიც ხშირად არის სხვათა შორის სისხლის ანალიზით და გადანაწილდება ორ ჭურჭელში, რომელსაც თვითონვე კრავს, კეტავს და ეს ისეთნაირად არის ეს ჭურჭელი მოწყობილი, რომ შემდეგ მისი გახსნა ვერ იხსნება, ის უნდა გაწყდეს. ხდება უყურეს ლაბორატორიაში. ხო, როგორც კი იქ ამას ცდელობა იწყება, იქ ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე ეს ხარვეს დაზიანებები, რომელიც სადაც აღწევენ და ეს უკვე ითვლება, რომ მათ არის და აქედან გამომდინარე ძალიან იოლად დასადგენია. ეს აქედან ისეთნაირად არის ჭურჭელი მოწყობილი. ამის გარდა, ჭურჭელი რომ მიდის, მას მიყვება თან ლაბორატორიის ის ფურცელი, რომელიც ივსება დოპინგ ფორმა. ივსება რამოდენიმე ფურცელი. ერთი ფურცელი რჩება სპორტსმენს, ერთი ფურცელი რჩება თქვათ ფედერატი და ერთი მიდის იმაში რა ქვია ლაბორატორიაში. ლაბორატორიის ფურცელი რომელიც მიდის, იმ ფურცელზე ისეთნაირად არის ეს კაპიროვკა, გადამყვანი ფურცელი ისეთნაირად არის შექმნილი, რომ იმაზე გვარი, სახელი, სახეობა, ქვეყანა არაფერი არ არის. მარტო არის იმ სინჯის ნომერი. ესე იგი ეს მიდის ლაბორატორიაში მარტო აი ამ ნომრით. ის ლაბორატორია როირებს ამ ნომერს საერთოდ არ იცის. რა სახეობა, ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან მოვიდა, ეს სწორედ გამიგეთ. რა ესე იგი ესეც ერთ-ერთი დაცვა, ეს ამაზე იურისტებს აქვს დამუშავებული და ეს საერთაშორისო სისტემა ესეა შექმნილი. და შემდეგ როცა უკვე თუ რამე აღმოჩნდა შიგნიდან რაღაცა, ესენი გამოვალდებენ სისტემას, რომ იმაში ადამსის სისტემა არის, კიდე ადმინისტრაციის და მართვის სისტემა, ნოვი პლატფორმა არის ესენი, სადაც გაგზავნიდან დაწყებული თითოეული წუთი წამი იწერება, როდის რა დროს რა გაიგზავნა, როდის აიღეს, ეს ყველაფერი იქ იწერება. და უკვე შეტყობინება, როცა თქვათ თუ რაიმე სამწუხაროდ მოხდა დასრულია სინჯი და რაღაც ჩავარდა მოხდა, შეტყობინება მოდის ნომრით. მერე იშიფრება ამ ნომრით ვინ არის მერე შიფრავენ რომელი ქვეყანაა, რომელი სახეობა, რომელი ისარი და მერე იწყება უკვე ის რაც იწყება შედეგების მართვა უკვე და განხილვა უკვე ამ შემთხვევაში, რომელიც არის აქედან მე მინდა იცოდეთ, რომ აქედან იმიტომ ვამბობ ამას, რომ ყველა მიცოდეს, რომ ეს დაცულია სპორტსმენის უფლებებიც, კონფიდენციალურობაც ამ ხრივ, აი ასეთ დონეზეა ყოველ შემთხვევაში, ამას მინდა ხაზი გაუსვა. ერთხელ თქვენ მიხარით, რომ მარტო სპორტსმენს შეუძლია რა ნახოს თავისი ისე როგორ არის. ხო, აი ადამსის სისტემაში უმეტესწილად, რა თქმა უნდა, უმეტესწილად სპორტსმენი ნახობს, იმიტომ რომ მას აქვს თავისი კოდი, რომელიც შეუძლია მოითხოვოს
მის იდენტიფიცირებას როგორც კი გააკეთებენ ამ სპორტსმენის, ხო შეიძლება ინტერნეტში როცა მოითხოვოს, მაგრამ იცით რომ არსებობს იდენტიფიცირების საშუალებები, სხვა ტელეფონით ხშირად შეხვედრი ხართ ამ მომენტ და იდენტიფიცირებას როგორც კი მოხდენენ, შემდეგ კოდს უგზავნიან და ისიც მათ შეუძლია შევიდეს. თუ სხვა შევიდა, სხვას არ აძლევენ ამ კოდს. სხვა თუ შევიდა, სპორტსმენმა უნდა მიისცეს თანხმობა. რადგან ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამსის სისტემაში ოპერირება რომ გააღწიოს, ინგლისურ ენაზეა, ხანდახან არ იციან სპორტსმენებმა ენა, აქედან გამომდინარე ანდობს თქვა ფედერაციის წარმომადგენელს ან არ ვიცი, თავის წარმომადგენელს, ვინც არის იურისტი. როგორც წესი ჩვენ ამიტომაც სწორედ ამიტომ რომ სპორტსმენს ვთქვათ, ეს გავავდილოთ ხოლმე ხშირად ფედერაციებში ამ მენეჯერებს ატრენინგებთ. ერთ მენეჯერს ფედერაციის ის ყოველთვის უფრო იოლია, რომ მან აწარმოოს ეს საქმიანობა. და სპორტსმენს ხან ავიწყდება სხვათა შორის ხშირად, აი ადგილმდებარეობის შევსება, აწვიწყდება, რაღაცები და ამას კონტროლი უნდა ეხლა სპორტსმენი გადართულია თავის საქმიანობაზე, თავის იმაზე, შედეგებზე, თქვათ ესე და ხანდახან აი ესეთი რაღაცები ავიწყდება, ამიტომაც არის რომ ამასაც კონტროლი უნდა როგორც ყველა სხვა თემას. აი კიდევ ერთი, თქვათ, დადებითი ესე იგი მიიღო ეს ჩამოდის თქვენთან, ხო ეს? არა, ჩვენთან არა, თუ ჩვენ ჩავატარეთ სინჯები, თუ თქვენ აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ იყო ინიციატორი ტესტირების. ანუ ჩვენ თუ ჩავატარეთ ტესტირება და ჩვენ ვიხდით, ესე იგი ჩვენ ვართ, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ამ სპორტსმენის შედეგების მართვა. თუ უარყოფითი შედეგები. თუ თქვა საერთაშორისო ფედერაციამ ჩაატარა, ჩვენ არ გვაქვს. ეს მაშინ უნდა საერთაშორისო ფედერაციამ უნდა გადმოგვცეს. ოფიციალურად ეხლა გადმოგვცეს, ჩვენც არ გვინდა ზედმეტი თვითონ აწარმოო და როგორც ესე ვინც ატარებს ის იმაშება რა. რა თქმა უნდა მოდის შემდეგ შეტყობინება, მაგრამ მარტო ჩვენთან არ მოდის. ჩვენთანაც მოდის შესაბამის ფედერაციაში აუცილებლად შეტყობინება. საერთაშორისოში და ეროვნულში. ეროვნულში აუცილებლად. ეროვნულში აუცილებლად მოდის, ჩვენთან მოდის და ჩვენ მერე გვეუბნებიან რომ უნდა დავიწყოთ და ჩვენც ასევე ამ შეტყობინებას ვაგზავნეთ სწორედაც ეს ასეთივე მიმართულებით ეროვნულ ფედერაციაში და საერთაშორისო ფედერაციაში. რომ რასაც რა დოკუმენტად შევქმნით, ორივეგან ვაგზავნით, რომ ყველა საქმის კურსში იყოს, რომ თქვათ ეროვნულ ფედერაციაში თუ არა აქვს თქვათ ამ მიმართულებით თქვათ ესეთი გამოცდილება რაღაცის საერთაშორისო ფედერაცია დაეხმარება სიტყვაზე ან რაღაცას ისე თუ არასწორად იმოქმედა თქვათ ან დოპინგმა სააგენტომ და ასე შემდეგ. ესე იგი თქვენ მარტო ესე იგი თუ ჩვენ ჩავატარებთ გაგზავნაზე დამავიწყდა. ხო, გაგზავნის ასეის დაპატეთ ახლა გამახსენდა და გაგზავნა მინდა გითხრათ რომ ამის გარდა დამოუკიდებელი სტრუქტურებია მსოფლიო ანტიდოპინგური ლაბორატორიები. ეს არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. ესენი აბსოლუტურად არ არის დამოუკიდებელი არც ფედერაციასთან, არც მსოფლიო ანტიდოპინგური, მაგრამ აქვს ლიცენზია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთან თავისი, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები, სტანდარტები და ესენი ისევე აქვთ ამ იმებს. მინდა გითხრათ რომ ეს ლაბორატორიები არც ისე ბევრია მსოფლიოში. ძალიან ცოტაა და თავიდან იყო თითქოს ამის სურვილები რომ ლაბორატორიები გავაკეთოთ ყველა ქვეყანაში და რაღაცა და მე ნელ-ნელა სპორტის მესწავლებლები მიხვდნენ რომ ეს ყველაფერი ძალიან ძვირია ერთი მხრივ, მეორე მხრივ მას თავისი წესები აქვს და რეგიონალური იმდენი სინჯი უნდა ქონდეს რომ რენტაბელობა ქონდეს ეს მეორე და ამის გარდა ყოველწლიური განვითარება და მომსახურება და განვითარება. ანუ მეტად მუდმივი განვითარება ჭირდება, თქვათ არა მარტო მეთოდოლოგიის, არამედ აპარატურის იმის და ეს დაახლოებით 40 მილიონამდე არის ჩვეულებრივად ლაბორატორია, პლუს 4-5 მილიონი მარტო ყოველწლიურ შენახვას უნდა შენახვას.
და კიდე ყოველწლიური სადღაც აი 95 მილიონზე ამიტომ იმიტომ რომ იცვლება ფორმები, იცვლება ტესტირება, იცვლება ახალი მეთოდები შემოდის და ამ ყველაფრის აღმოსაჩენი აპარატურა და მეთოდოლოგია და აქედან უნდა და ასე რომ საკმაოდ წარმატებულ და ძვირადღირებულ ქვეყნებს არ აქვს. მაგალითად ახლა მეტი რა გითხრათ, აი აღარ ჩვენ რეგიონში ყველაზე ახლო რაღაცა ანკარაში არის ლაბორატორია, რომელსაც როგორ გითხრათ, აი 6 თვე დაკეტილია, ან 8 თვე დაკეტილია, 2 თვე გახსნიან, ვერ გაჩვენ თურქები. დიდი ქვეყანა, როგორც მატერიალური თვალსაზრისით, სპორტული თვალსაზრისით, დიდი ვერ გაჩვენ. მით უმეტეს ძალიან გაუჭირდა, თუმცა მოსკოვის ლაბორატორია დაიკეტა, ცნობილი მიზეზების გამო, იმიტომ რომ ისინი არ აკეთებს სინთეზიერად აწარმოებდნენ საქმიანობას და დღეს ახლა წარმოიდგინეთ, მაგრამ ის ლაბორატორია რომ დაიკეტა ეს 17-20,000 სპორტსმენი ერთად წასულა ეს რუსი. ისინი სადღაც ხომ უნდა გაკეთდნენ. მაგრამ ახლა ინგლისში მიდია ხარ. ჩვენც ესე ჩვენ ვაგზავნით რამოდენიმე მიმართულება გვაქვს, ჩვენ ავირჩიეთ თავიდან ყველაზე მაღალ რეიტინგიანი დოპინგ ლაბორატორიები, ეს არის კელნი, სადაც აი ძალოსტები და ესეთი სახელებია, კელნის ლაბორატორია, ზიმბერსდორფი, ანუ ავსტრიის ლაბორატორია, მადლოგზავნით ხოლმე, როგორც წესი AMO და ლოზანა. ევროპაში ჩვენ გვაქვს ამ სამ ლაბორატორიამდე შვეიცარიაში. და ამ ლაბორატორიაზე მაგზავნით. ქონია რა თქმა უნდა შემთხვევები, როცა მოთხოვნა იყო მონრეალშიც გავგზავნია ლაბორატორიაში, ათენში, ბუხარესტში, რა ვიცი. სადაც იყო ხოლმე ყველგან. მაგრამ თავისად აი ამ ლაბორატორიებში ვაგზავნით. ასე რომ ჩვენ არ გვაქვს ესეთი მოთხოვნა მაინდა-მაინც რომ ერთი აი რამდენიმე მაინდა-მაინც იგავაგზავნოთ არ ვართ მიწეპებული რომელიმე ლაბორატორია. სადაც საერთაშორისო ფედერაცია მოითხოვს, ხანდახან აქვთ ხოლმე მოთხოვნა რომ აი აქ გამიგზავნეთ და არა იქ. კი ბატონო, სადაც გვეთქვენ გავაგზავნეთ. ესე იგი პასუხი როგორც ვიცი ორ კვირაში მოდის, ხო თუ როგორ? არა, ესე არ არის. არის ორი მიმართულება, თუ სწრაფი პასუხი გინდათ და ორმაგი ფასი გადაიხადოთ და მოდის 10 დღეში, 10 დღე მაქსიმუმ ორ კვირაში, ჩვეულებრივად ერთ თვეში, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა უფრო მეტი ხანიც არის ხოლმე, მაგალითად ჩვენ გვქონდა ახლა ამ ბოლო დროს, რატო იცით, რომ დაიწყეს კვლევა, რაღაცას მიაკლიეს, რაღაცას ვერ მიაკლიეს, ვერ ბოლომდე არ იყო და ჩამოკიდული და გვატყობინებენ მაინც, რომ აი ესეთი სინჯები ჯერ კიდე კვლევაში არიან. როგორც კი ამას შეგვატყობინებენ, უკვე გზნობთ, რომ რაღაც ისია. და ამ რაღაც ისიაში ხშირად არის, რომ არაფერიც არ ხდება და დავზადებებენ. მაგრამ არის, რომ რაღაცა ამოვარდება. მაგრამ როცა არაფერს არ გვატყობინებენ, ეს ყველაზე უფრო გასახარებელია. თუ არ შეგვატყობინეს ერთ თვეში არაფერი, ეს ნიშნავს, რომ სუფთაა. და ჩვენ თუ მაინდა-მაინც უნდა სპორტსმენს რომ გაიგოს, როგორც წეგან გითხარით, თავისი უნდა შევიდეს თავისი კოდი, მოითხოვოს შევიდეს იმ ადამიანში და მოითხოვოს თავისი, ოღონდ ეს მხოლოდ მას შეუძლია. არავის არ აქვს უფლება სპორტსმენის თანხმობის გარეშე იქ შევიდეს. და კონფიდენციალური. კარგით, დიდი მადლობა, კაი ინფორმაცია იყო. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის, პირიქით მოხარული ვარ თქვენთან, თუ სამე კონსულტაცია დაგვჭირდება ჩვენ, მაშინ მოვალთ. მისტრიოზე ზათა ვართ, ჩვენთვის თავარია რომ აი თანამშრომლობა ფედერაციებთან სწორედ ამეთი რომ ჩვენ ზათა ვართ თქვა სემინარები ჩავატაროთ. ეს თქვენი მხრიდან ორგანიზება უნდა გავაკეთოთ. იმ ხალხს, ვისთანაც ეს სემინარები, ვისთვისაც ეს სემინარები მნიშვნელოვანია და ვისაც ჭირდება. როგორც ვიცი, ზოგჯერ ყოველ წელიწადს რაღაც უმატებენ, არა? რა თქმა უნდა, ყოველ წელს. ერთი აბზაულისია ყოველ წელიწადს ახალი დგება. დავიწყოთ აქედან. არ გავაწელი რომ რაღაცაზე მუშაობა არ მიდის. ჩვენ უკვე ვიცით ჩამოკიდული რაზეა ეს. უკვე ვიცით რაზე მუშაობენ აბზაულისიაში რაღაცის აბზალონ თუ არ აბზალონ წინასწარ ვიცით.
რაღაც მუშაობა რაზეც ვქოს. ჯერ აკრძალული არ არის, მაგრამ მუშაობა. ესენი დაახლოებით ვიცი ამას ყველაფერს ვატყობინებენ ჩვენ ყოველ წელს და მაგრამ როცა უკვე დაადგენენ, მე უკვე სიაში შევა. თან არ ხშირად ყოფილა გამოყავცი. რაღაცები გამოყავთ, კი, ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ გამოყავცი. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში იყო ხოლმე რაღაც აკრძალული და მე გამოიტანეს იყო ეგეთი შემთხვევები და აღარ იმაშოვე. კარგი, დიდი მადლობა. რა